ჰომოფობია. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად ჰომოსექსუალთა მიმართ შიშს აღნიშნავს. ტერმინი ფობოს პანიკური შიშია. ჰომო კი სიტყვიდან ჰომოსექსუალი მოდის. თანამედროვე მნიშვნელობით ის პირველად ჟურნალ ტაიმსში 1969 წელს გამოიყენეს. ეგ არის საშინელება, ეგ არის გაუმართლებლობა, ეგ არის ბოროტება, ეგ არის მტვინობა, არაფრის ინტერესი. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენა არის ჰომოფობია. ჯერ ნუ გასარკვევია სიტყვა ჰომოფობი რას ნიშნავს. დაახლოებით ესე მესმის, რომ სიძულვილს. დაახლოებით, რომ და ქრისტიანობა, ქრისტეს მიმდევრობა კრძალავს სიძულვილს. მე როგორც ბერი, მე როგორც ქრისტიანი, მე როგორც სასულიერო პირი არ შეიძლება მე თუ ქრისტეს მიმდევარია ვინმე მძულდეს. ჩემი აზრით ჰომოფობია უბრალოდ სიმპტომია იმისა, რაც ხდება საზოგადოებაში. პრინციპში ერთ-ერთი უთანხმოების საგანი არის საზოგადოების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სუბიექტებს შორის ეს. ამიტომ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა და ეს არის პრობლემის ინდიკატორი და არა თვითონ პრობლემა. აგრესია მაშინ მოდის საზოგადოებისგან, როცა თვითონ ჰომოსექსუალისტები ახვევენ თავიანთ იდეოლოგიას. ნუ ხდება აფიშირება და მენუმერჩიან და სახში რაც უნდა ისქნან, ეგ დაახლოებით როგორ რაღაცა იცი, რაი ჯერთ თავის თავს ეწინააღმდეგებიან, რო კითხო ავადმყოფობა არის და ანუ ბრმა უნდა ვცემოთ, სახლიდან არ გამოვიდეს ბრმა, თავისთვის იყოს ბრმა სახში და მე მენუმაშვენებ რო ბრმა ხარ თუ როგორ არის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ესეთი გადახრული ნორმები და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ ისინი არ ახმოვანებენ ამას. ისინი ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები არიან. ან მე არ მაქვს უფლება რომ პარკში გავისეირნო, ან მე არ მაქვს უფლება რომ ჩავკიდო იმას ხელი როგორც სხვას ჰეტეროს აქვს უფლება. ძალიან არ უნდა მისცე იმის უფლება, ჩემი აზრით ეს ხალხს რომ თავს მოგახვიონ თავიანთი მდგომარეობა და თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესი მოგაჩვენონ შენ და შენ შვილებს და შენ საზოგადოებას როგორც ნორმა და სწორი. შენ თუ ჰომოსექსუალისტი ხარ და რუშო ხარ რა? რატო ამით, რატო ამაყო? სამაყო რა გაქვს? ვინ რას ახოებს, მე არაფერი არ მინახია, ნუ აი თბილისში სად არის ისეთი ადგილიც არ არის, 1-2 ადგილია, სადაც ნუ იციან რომ გეი საზოგადოება იკრიბება. ნუ შეგიძლია იქ არ მიხვიდე. ვინმე ხო არ გივარდება ოთახში, ლოგინში, საკუთარი ბარები აქვს, საკუთარი რესტორნები აქვს. რა ჰომოფობიაზეა ლაპარაკი, რა ჩაგვრაზეა ლაპარაკი. ნებისმიერ არსებას ცოცხალს აქვს თვითგამოხატვის ტენდენცია, ეს იმთავითი მოყოლილი ტენდენციაა, რომ სხვა შორის უზნაძეს აქვს ძალიან საინტერესოდ ფუნქციობის ტენდენციის ცნება აქვს უზნაძეს საერთოდ და თუ რაღაცა გაქვს, რაღაცა შეგიძლია, რაღაცას წარმოადგენს, შენ ფუნქციობის ტენდენცია გაქვს, რომ გამოხატო ესა და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ავუგზავნოთ ბავშვს, რომ გამოხატოს თავის თავი ისწავლოს სიარული და ასე შემდეგ, ხო? ანუ საკუთარ თავის გამოხატვა არ არის პროპაგანდა. ჩვენთან ცნებებია აღრეული. რანაირად არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ არ შეუძლია თავი შეიკავოს, გამოსწორდეს? როგორ არ შეიძლება? ყველაფერი შეიძლება. მე მაგალითად ბერი ვარ და მეც 1000 რამე მაწუხებს, 1000 ნება მოდის ჩემში და თავს ვიკავებ. მე ხო წმინდანი არა ვარ. მე ხო ისე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და უამრავი ვნებაა ისე ჩემში რა და ვებრძვი ჩემ თავს ვიკავებ და ამ თევის თავი შეკავებით ამ ბრძოლით რომელიც შინაგანა ჩვენ თავში უნდა ვებრძოლო და ჩვენ თავში დავამარცხოთ ცოდვა და ცოდვას როცა ვაკანონებთ ამით რას ვშვებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰომოფობია განსაკუთრებული განხილვის თემად იქცა. განსაკუთრებით სიმწვავე კი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ შეიძინა. მართალია ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა საზოგადოებაში და უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს ეხებოდა. ამ კანონის მიღების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ არც ერთ სხვა კანონში არ არის გაწერილი თუ რა ღონისძიება უნდა მოყვეს დისკრიმინაციას ამა თუ იმ კუთხით.
რის გამოც პრაქტიკულად კონსტიტუციის მე-14 მუხლი რჩებოდა ჰაერში, ანუ გვაქვს მუხლი, რომელშიც ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველა თანასწორი არის სქესობრივი, რასობრივი, ეთნიკური და ასე შემდეგ კუთვნილების მიუხედავად, მაგრამ არ გვაქვს გაწერილი არც ერთ კანონში ღონისძიება თუ რა უნდა მოხდეს, როცა ამ ტიპის დისკრიმინაციას შევხვდებით. ანუ უბრალოდ კანონი როგორც არის, ის უნდა შესრულდეს. მე ქუჩაში რო გავალ, ანუ ვიღაცა გეი რო გავა ქუჩაში, მე არა ვარ გეი, ეს ისე იყო. ანუ ქუჩაში რო გავა, იმან თავი უნდა იგრძნოს დაცულად, არ უნდა ეშინოდეს, რომ ეხა ვიღაცა მთვრალი 4 შავ ტყავის კურტკიანი ბიჭი არ მომوارდეს და არ მაგინონ და მცემონო. ნუ აგრესია მაშინ განერდება, რომ შენ მე თავს არ მომახო შენ იდეოლოგიას. და აჟიტირებას არ გაუკეთებ, ცოდვას რეკლამას არ გაუკეთებ, რომ ეს ცოდვა არ არის. იმას რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, რომ თუ ვიღაცა წააწყდება სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ის უნდა დაჩაგროს ან ცემოს ან აგრესია გამოხატოს, არა. როგორც ნებისმიერ სხვა ავადმყოფ ადამიანს არცემ, ისევე უნდა მოიქცა იმასაც. 17 მაისი იყო აქცია უბრალოდ დაგეგმილი იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელიც კვიდრდება ნელ-ნელა საქართველოში. გეი აღლუმი თბილისში არ ჩატარებულა, არ ჩატარდება და მეორეს ერთიც ალბათ არც უნახიათ რა არის გეი აღლუმი, არის მე ნამყოფი ვარ და ეგეთი ლამაზი და ეგეთი კეთილი და პოზიტიური მოვლენა. ფაშიზმი არ დამთავრებულა, თქვათ 40-იან წლებში და თუ შენ მუდმივად პროცესში არ ახარ კრიტიკულად გადახედო შენს განწყობებს, მაშინ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას საზოგადოება. ვინ საქართველოში დგას აი ამ LGBT საზოგადოების უკან არ ამგონია უმეტესობა ესეთი ადამიანები იყვნენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები ან ცოლ-ქმრები არიან, შვილები ყავთ. აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები არიან და იმათგან მოდის ეს იდეოლოგია. ნუ ვიღაცი სამსახურში არიან, ვიღაცა ფულს უხდის და ემსახურებიან იმ უზარმაზარ დიდ ორგანიზაციებს, რომელიც ისინი აფინანსებენ. ეს 40,000 შარშანო იყო ჯურნალისტის გამოსული და ქართულობას გვართმევენ, რუსები რო შემოდიოდნენ, მაშინ არ გართმევდნენ ქართულობას. ან იქ სოფლებში რო საზღვარი გადმოქონდათ, ერთი მაინც მივიდა, ან რაღაც ლოგინი მიუტანა, ან მატრასი, ან დაუხნავენ ახი, არა, მაშინ ქართულობას არ გართმევდნენ. მაგრამ ჰომოფობიის მიჩნევა ძირითად პრობლემად ქართული საზოგადოების ჩემთვის არ არის, ასე ვთქვათ, ნუ არ არის სწორად დასმული საკითხი. ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა ფრაგმენტირება არის საზოგადოების და აი გარკვეული პერიოდული ფსიქოზური მდგომარეობა, რომელიც საზოგადოებაში ისადგურებს ხოლმე განსხვავებული შიში მაგალითად, ხო, ეს ფსიქოზური მდგომარეობა, ნარცისტული მდგომარეობა. ეგ აგრესია, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, ეგ არის პირველ რიგში გაუნათლებლობა. ეგ არის არაფრის ინტერესი. ახლის შიში. თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ესმის, რომ ადამიანის უფლებები ფასეულია, ალბათ თვითონ ასე უნდა იცხოვროს, სვის უფლების პატივისცეს და აი ამ პროცესით საკუთარი მაგალითის მიცემით უნდა შევცვალოთ სიტუაცია. ისე გამოდის, რომ ესე იგი, ვინც ათეისტია და ვისაც ღმერთი არ სწამს, ყველაფერი დასაშვებია მისთვის. ესეთი აზროვნება საერთოდ საითმიდის, ალბათ თუ დაფიქრებულ ადამიანი, ვისაც ღმერთი არ სწამს. და ყველაფერი დასაშვებია. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს კეთილი იქნები თუ ბოროტი? რა მნიშვნელობა აქვს ას ადამიანს მოკლავ თუ სიკეთეს გააკეთებ? ამა ასეთი ადამიანებისთვის ყველაფერი იკარგება, ყველაფერი აზრს კარგავს, ყველაფერი მიზანი იკარგება. საქართველოს მსოფლმხედველობრივი ძვრების დრო უდგას. ეს არც ისე მარტივი პროცესია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომელშიც მყარი კულტურული ტრადიციები დღემდე ძალიან აქტუალურია. ჩვენ ღირებულებათა კონფლიქტის წინაშე ვართ. შესაბამისად გვაქვს კიდევაც შფოთის საფუძველი. თუმცა ყოველი კულტურა სწორედ კონფლიქტურ რეჟიმშია ცოცხალი. სწორედ შინაგანმა კონფლიქტებმა შეიძლება დაანახოს კულტურას მომავლისკენ სავალი გზა.